აფხაზეთის ისტორიის სახლი, სადაც ჩვენ წარმოვადგენთ აი ამ ისტორიულ მეხსიერებას, უნიკალურ ისტორიულ მეხსიერებას, რომელიც ქართულ დიდებულ ოჯახებს წარმოადგენს, ქართულ აფხაზურ ოჯახებს, რომლებიც სათავადო ისტორიის, ესე ვთქვათ, ძალიან მცირე მონაკვეთში შეძლების და გვარად სხვადასხვა პერიოდს მოიცავს და ამ სივრცეში აფხაზეთის ისტორიის სახლში არაერთი გამოფენა ჩატარდება ასეთი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გამოფენა არის აბსოლუტურად ღია, საჯარო, ნებისმიერ გამგვლელს შეუძლია შემოვიდეს და დაათვალიეროს და ჩვენ ეს მეხსიერება კიდევ უფრო უნდა გავაფართოვოთ და გავაძლიეროთ ჩვენს ახალგაზრდობაში. აი ეს უნიკალური ფოტოები ასახავს აი იმ დიდებულ ცხოვრებას აფხაზეთში, ჩვენი სათავადოსი თავადაზნაურობის, ქართულ-აფხაზური უნიკალური ისტორიის და მე მჯერა რომ აი ეს საწინდარი ისტორიული მეხსიერება, რომელსაც ჩვენ ვდგავართ, იქნება საფუძველი ჩვენი ერთიანობის, ქართულ-აფხაზური ისტორიული ძმობის და ქვეყნის გაერთიანებისა და განმტკიცების. თქვენს წინაშეა წარმოდგენილი ჯანგველაძეების, ჟვანიების ოჯახი, ასევე მათი ნათესავები, ჯიკირბები და ლეიბები, რომლებიც წარმოადგენდნენ მე-19 საუკუნის სოხუმის ინტელიგენციას. ყველაზე ძველი ფოტო არის მე-19 საუკუნის 80-იანი წლების. საველი ჟვანიას თავის მეგობართან ერთად. საველი გახლავთ ჩემი დიდი ბაბუის მამა, რომელიც იყო მეცენატი და ძალიან ბევრი აღშენებლობა და საგანმანათლებლო საკითხებში იყო ძალიან გათვითცნობიერებული და ჰქონდა გახსნილი რამდენიმე სკოლა, სადაც გლეხების ოჯახის შვილები უსასყიდლოდ იღებდნენ სწავლა-განათლება. ეს გახლავთ ბებია ჩემი, ეფროსინე ჟვანია, რომელსაც 9 შვილი ყავდა და პრინციპში ნახევარი აფხაზეთი და საქართველოს ვინც ჩამოდიოდა, ყველა ჩვენ ოჯახში იკრებდა თავს და იყო ჩვეულებრივი სუფრები, ლიტერატურული წრეები, ძალიან პურმარილიანი ოჯახი იყო და შეიძლება ითქვას, რომ ახალმა თაობამ ეს ფოტოები უნდა ნახოს, რათა ის ურთიერთობები, რომლებიც აკავშირებდნენ აფხაზ და ქართველ ინტელიგენციას და არა მარტო ინტელიგენციას და ნათესაური კავშირებიც, რომ შეისწავლონ, გაითავისონ და ასევე გააგრძელონ ის ძველი ტრადიციები, რომელიც ასე ვთქვათ საწინააღმდეგო იქნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა და ჩვენი ერების ისევ შეერთებისა. და მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც არის პირველი დასაწყისი მხოლოდ და შემდგომ კიდევ უფრო გავაგრძელებთ ამ რეტროსპექტივას.